ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. წელს მეწყერმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა. სულ ბოლოს აჭარაში ხელვაჩაურის საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო უსაფრთხოების მიზნით დროებით 15 ოჯახი საცხოვრებლად სხვა ლოკაციაზე გაიყვანეს. 10 აგვისტოს უხვინ ალექის შედეგად ხელვაჩაურში დაიტბორა როგორც ცენტრალური, ასევე შიდა საუბნო გზები და რამდენიმე ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესები. უხვინ ალექის შედეგად სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა ახალ სოფლის, მახინჯაურის და შარაბიძეების თემების ნაწილს. მანამდე სტიქია თავს დაატყდა ყაზბეგს და აქ ადრეული შეტყობინების სისტემამ კარგად იმუშავა, რის გამოც რეგიონი ადამიანებისგან დაიცალა. კიდევ უფრო მანამდე მეწყერი გააქტიურდა სამცხე-ჯავახეთის მხარეშიც. დაიმეწყრა შოყა და გომარო. მეწყერი ადიგენის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში 21 ივლისს ჩამოწვა. შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და საავტომობილო გზები, დაინგრა საქონლის სადგომები, დაიხოცა შინაური ცხოველები და ფრინველები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით გომაროში მეწყრულ ზონაში 15 ოჯახი მოექცა, ხოლო შოყაში 4. გთავაზობთ ჩვენი პარტნიორი არხის Talk to Region-ის მომზადებული მასალის კოლაჟს ქრონოლოგიურად მოვლენის განვითარების კვალდაკვალ. დღეს ძალიან უხვინ ალექი მოვიდა, არ ვიცი ახლა მანდ მე მგონი იმან უნდა ისქნას. აგერ კადრებშიც არის ტელეფონში, გეოლოგებმა უნდა მოვიდნენ და შეამოწმონ ეს ამხელა მეწყერი საიდან წამოვიდა. დაზარალებული აგერ სირაძე რამაზი, ესე იგი 4 მანქანა დაუმტრია, სახლის კედლები ჩამოიშალა, ბოსელი კუხნა ყველაფერი მიწასთან გაასწორა, აგერ კიდევ ამ ქალბატონის სახლია კიდევ წყალი შეუვიდა, მე ის მხარე ერთი სიტყვით ლა აიღო რა ყველაფერი. აღარც მოსავალი ვარგა, ვისაც იქეთ ეზოები გვაქვს, იქენე წყალი ჩავარდა, ყველაფერი წალეკაც აიღო, საქონელიც მე მგონი არიან. ყველაფერი წაღებულია, აღარც საქონელი, აღარც ბოსელი, აღარც სახლი, არაფერი არა, ყველაფერი აგერ გამოსახლებული, სხვაგან ვართ პატარა ბოუში მყავს გამოყვანილი აგერ, გვეშინია ვერ ვჩებით, ჩვენ რა გვეშველება არ ვიცი. ყველამ დავზარალდი. არაფერი არა. რაიონს არ ამოსულა ყურადღება არ გამოუჩენია არავისთვის. უნდა ამოვიდეს, ამოიყვანონ ძიმე ტექნიკა და გააკეთონ იქ ყველაფერი. გეან ახლა პირდაპირ წყალი მიდის. კაცი სირაძე რამაზი რომელიც დაზარალდა, ეხლავე მიდის წყალი, ამ წუთას წყალი მიდის თავის ეზოში, სახლში შედის, არაფერი ვეში მაგეს არ ვარგა, ახალგაკეთებული ყველაფერი მოერყა, გაფუჭდა, რამე რემონტის ნორმალური რამე აღარ აქვთ სახლში. კეთილი ინებოს გამგეობამ ამობრძანდეს, შეხედოს იქა და დროულად მიხედონ ყველაფერი. ეს რაც არის ახლა ნახეთ ალბათ ქვერც ეს ქვები რო ჩამოყვანილი. ეგ ყველაფერი ანუ წყალმა ჩამოიტანა? კი, ჩამოიტანა და ფერი, ხე, ყველაფერი დაგვაყარა. და გევიქეცი ზევით ტიხი დეუმალეთ. დეუმალეთ ტყეში. პატარა ქვი ბოუშვით ტყეში ხის ძირში ვიმაგებოდი. ხის ვიყავით დამალული. და არა მოსულან და არავის არ მოგწევია ყურადღება. მანქნებიდან ძირში არ გადმოსულა. ყველაფერი დაზარ აღარც მისდან და აღარც სახურების წეიღო, ყველაფერი წეიღო. ეს ფრინველები, ცხოველები ესენი? მე ძრუხები ბერემდევიდან ტყიებში. ახლა საქონელი ახლა ტყეში არიან ძრუხები. საქონელი არ ვერ გამოიარეს. მეზობელი არ ძრუხი. ალბათ. იმ ქუჩაში ვარ 12 ოჯახი. იქ ვერცეთი ვეღარ რომ ვიჩქუბე წაღანა. ძრუხები ბერემდევიდან ტყიებში. ახლა საქონელი ახლა ტყეში არიან ძრუხები. საქონელი არ ვერ გამოიარეს. ასე განათით ასინერდი თუნე დავწნილდი. ასე ბაღიან გაიძ ხოდა ჯერჯერობით და განაყანა ხო. ვიდან ერთი პინგვინები, ცვილები გადმოყეს. აქაურმა იმან. ჩვენმა სოფლის გამგებელია თუ ისინი არიან.
აქაო არაფერი არ იქნება, ახლა მძიმე ტექნიკის გარეშეო და წავიდი. და როდის მოვალთო? აზრზე არ ვარ მოსულა, რამე არაფერი არ უთქმია. აგერ ეკაც სახლი უკვე ექცევა. და იმდენი ის ვერ მოიყვანის ტექნიკა, რომ სახლი მაიცის წყალი ეთილებიეს სახლი. ეს არის უპატრონობა და ეს უმწეო ხალხი უპატრონოთ მიიჩნი. მათი ბიჭო მიდი ხარმახა. ეს ძირაძეების საცხოვრებელი სახლია. ადიგენის სოფელ გომაროში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ის ყველაზე ძლიერ დაზიანდა. ოჯახის წევრები და მეზობლები მეწყერს გადარჩენილ ნივთებს აგროვებენ, რაც არც თუ ისე ბევრია. სახლს გამოეცალა საძირკვლის ნაწილი, დაზიანებული აქვს საყრდენი კედლები, იატაკი. ტექნიკა და ავეჯი კი სრულად გამოუსადეგარი გახდა. ავეჯი ყველაფერი დაზიანებულია. ვარცოფი რომ მოვარდა, დენი არ გაითიშა, მათშივარი დაიწვა. სარეცხი მანქანა, რა ვიცი, თუ გამოდგება რამეში, აგერ თვალსაჩინო ჩანს. გამხმარე ნაგებობას დამიზიანდა, აგერ ბოსერის დამიზიანდა, საგაზაფხულო კუქნა მქონდა გარეთ და დადგმული ცალკე ის საერთოდ გამოვიდა მწყობრიდან. 4 მანქანა მყავს, 4-ვე დაზიანებული. 4-ვე მოყვა ვარცოფში. მეწყერი გომაროში გუშინ ჩამოწვა. ძლიერმა წყლის ნაკადმა დასახლებულ პუნქტში დიდი ზომის ქვები, ხეები და სხვა ნარჩენები ჩამოიტანა. მეწყერმა ნაგებობებთან ერთად დააზიანა ავტომობილებიც. აგერა კარები. აქ წესით ეზოს კარი უნდა ყოფილიყო. როგორც კადრებში ხედავთ, გუშინდელმა მეწყერმა იგი სრულად დაფარა და ახლა მხოლოდ კარის მცირე ნაწილი ჩანს. გვეუბნებიან, რომ კარების სიმაღლე დაახლოებით 1.5 მეტრია. ეს არის კარების ბოძი, აი ეს. კარები არის თვითონ აი აგერ. ეს ამის სიმაღლე არის ამოსული კი დაახლოებით. ეს არის დაახლოებით 1.5 მეტრი ჭიშკრის ბოძი. დაზიანებულია შამანაძეების სახლი, ეზო და სავარგულები. პატარა მდინარე იყო რა პატარა. ეს 5 საათის მემრე ასე და უკვე წამოიღო და წამოვიდა. დაზიანება აი ეს არის სახს ძირი გამოუგო. ესა აი აგერ ასე თლად გამოთხრილი აქვს. შიგნითაც სუტალახი არის. ადგილობრივების ინფორმაციით მეწყერულ ზონაში 15 ოჯახი ცხოვრობდა. ახლა დასახლება სრულად დაცლილია და ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს. კონკრეტულად რამდენი ოჯახი გადაიყვანეს და უზრუნველყოფენ თუ არა ალტერნატიულ საცხოვრებელს. ადიგენის მერიიდან ინფორმაციის მიღებას ჩვენი რედაქცია მეორე დღეა ცდილობს, თუმცა ადიგენის მერი ჩვენ ზარებს და კითხვებს არ პასუხობს. საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილებაში კი ინფორმაციის დაზუსტებას გვპირდებიან და არასრულებენ. საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში კი მერმა გოჩა ქიმაძემ განაცხადა, რომ გაცემული აქვთ განკარგულება შესაბამისი სამსახურისთვის, რომ მოიძიონ ბინები მათთვის, ვისაც საცხოვრებელი არ აქვს. დღეიდან უკვე ჩვენ გვაქვს მიცემული განკარგულება შესაბამის სამსახურებისთვის, რომ მოვიძიოთ ბინები, სადაც ქირით გავიყვანთ. ეხლა უკვე კომისია ემზადება, დაათვალიერებს ყველაფერს. გარემოს ეროვნული სააგენტოს 2024 წლის ანგარიში ადიგენის მუნიციპალიტეტში სავარაუდო მეწყერული ზონებია ჩამოთვლილი. მათ შორის არც გომარუა და არც შოყა, რომელშიც ასევე გუშინ განვითარდა მეწყერი.
დაუკავშირდით აღნიშნულ სააგენტოსაც. მათ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ გეოლოგებმა ტერიტორია შეისწავლეს და დასკვნას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას გადაუგზავნიან. როდის იქნება დასკვნა ხელმისაწვდომი, უწყებაში თარიღს ვერ ასახელებენ. გომარო ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელში ოფიციალური მონაცემებით 406 მოსახლე ცხოვრობს. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია მათ არ ახსოვთ. ახლა მე ადიგენის სოფელ შოყაში დამეწყრილ ზონაში დავდივარ. რამდენიმე საათის წინ ეს დიდი ზომის ქვები, ხეები და სხვა ნარჩენები ამ ტერიტორიაზე არ იყო და ნაცვლად აქ საქონლის სადგომი იყო მოწყობილი. თუმცა ვერც შენობა და ვერც შიგნით მყოფი ცხოველები მეწყერს ვერ გადაურჩნენ. შემთხვევა გუშინ 21 ივლისს მოხდა. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, უეცრად მცირე ზომის ნაკადული დიდ მდინარედ გადაიქცა, რომელმაც დიდი ზომის ქვები, ხეები და სხვა ნარჩენები ჩამოიტანა. ტერიტორია ახლა ასე გამოიყურება. შოყაში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, დანგრეულია საქონლის სადგომები, ადგილობრივების თქმით, დაიხოცა ძროხები, ღორები, კურდღლები, ქათმები. დაუძახე ბავშვები ყველას რომ წყალი მოდის დიდი მეთქი, მანქანებით გავიქცეთ მეთქი. ჩავედი და მათ ჩემი ავტოფიკაცია, ძლივს გამოვიყვანე ბავშვი მყავს 10 წლისი და აქეთ მეზოლებს ყავს კიდე პატარა ბავშვები. ძლივს გავასწარეთ სახლიდან რა. რომ შემოვარდი ეს წყალი ბოსელო წაიღო. უკვე ვეღარაფერი ვარ, ტრაქტორი მეყენა აქა, საქონელი, ღორები მყავდა. წაიღო თლიან ბოსელი, ეგ სახლი თლიან დაანგრია კიდე კედლები, წყალია კიდე შიგნი. წყალი აქ საერთოდ არ მოდიოდა. პატარა შლანგი, ასეთი წყალი მოდიოდა, მეტი არ მოდიოდა წყალი აქ. არაფერი მოდიოდა აქ წყალი. 33 წელი აქ ვარ და წყალი ასახელ და მინახია ჯერ საერთოდ აქ არაფერი წყალი რა, საიდან მოხდა ეს ძალიან რა ვიცი. ადგილობრივების თქმით, სოფელში მეწყერმა 4 ოჯახის საცხოვრებელი დააზიანა და მათ მერიისგან მიიღეს დაპირება ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფაზე. ეს ჩემი ბოსელია, ის ჩემი სახლია იქით. და ეს სახლი დაზიანდა, საცხოვრებლად აღარ იზავს. ჩემი სახლი სასაეჭო არის, რავი, თუ ჯერ კიდევ წყალი დგას პირველ სართულზე. საცხოვრებელი ტექნიკა შიგნით თუ რამე მქონა, ყველაფერი დავლა პირველ სართულზე, ყველაფერი გაფრჩებული არის. კუხნა, სარეცხი მანქანა, მაცივრები, რავი, ყველაფერი გაფრჩებული არის. დღეს დილიდან დაიწყო გუშინ უკვე გზაგვიანერი. გუშინ წუხელის გზები გაასუფთავეს უბრალოდ სოფლის გზებიდან. დღეს გააწუთავეს ახლა. ეს თორსა დაზიანებიდან აღარ ვარ. არა, ეს აღარ ვარგია საერთოდ. ცხოველები, ფრინველები. აი, ცხოველები, ფრინველები წაიღო წყალმა ეზოში. საკურდღლები მქონა, კურდღლები მყავდა, ისიც წაიღო. საქონელი მყავდა დაბლაზე, აიკაკლის ზემოდან ისეგეც წაიღო არ ჩანს. სოფელ გომაროს მსგავსად ჩვენ ადიგენის მერიისგან დაზიანებების და ზარალის შესახებ პასუხები ვერ მივიღეთ. მერი მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობდა. ხოლო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ მერის სტიქიის ზონებში იმყოფება და გავრცელებული ინფორმაციით ვიხელმძღვანელოთ. რა წერია მერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში? ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა, ოჯახები გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე და უწყებაში შექმნილია სპეციალური კომისია ზარალის დასადგენად. შოყა ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. საქსტატის ბოლო კვლევის თანახმად, სოფელში 100-მდე მოსახლე ცხოვრობს. რამდენად მაღალია რეგიონებში საზოგადოების მგრძნობელობა გარემოს დაცვითი საკითხების მიმართ. შედეგიანია თუ არა ადგილობრივი აქტივიზმი, როგორია მათი გაზიარების ინტენსივობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. უსმენს თუ არა ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას. ნახეთ მასალა ჩვენი არქივიდან. გარემოს დაცვა, ეკოლოგია, კლიმატგონივრულობა საქართველოში აქტუალური მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც სტიქიები გახშირდა და ადამიანური მსხვერპლი გაიზარდა. არადა, განვითარებული ქვეყნები კლიმატურ ცვლილებებზე ადაპტაციას უკვე დიდი ხანია ცდილობენ. საქართველო კი ამისთვის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა.
რაჭაში, გურიაში და აჭარაში განვითარებულმა კლიმატურმა მოვლენებმა ბევრ სისტემურ პრობლემაზე მიგვითითა. საუბარი მინდა გავაგრძელო მწვანე ალტერნატივას ექსპერტთან ქეთი გუჯარაიძესთან ერთად. მოგესალმები ქეთი, მოგესალმებით დროისთვის. ყოველთვის სტიქიური მოვლენა არ ახდენს გავლენას ადამიანებზე და არ ახდენს ეკონომიკაზე და ინფრასტრუქტურაზე გავლენას. ჩვენი გადმოსახედიდან ხდება ის ბუნებრივი კატასტროფა, ხო? ანალოგიურად ტექნოგენური კატასტროფები, სადაც ავარია ხდება სადღაც და მაშინ ხდება ის კატასტროფა, როდესაც ამას გარკვეული შედეგები მოყვება, ხო? ამიტომ ესე იგი სტიქიურ მოვლენებზე დაკვირვებას ზოგადად აქვს აზრი და ეს რაციონალურია, რომ დააკვირდე, თქვა, სად ხდება, რატომ ხდება, როგორ ხდება, ესე იგი რა სიხშირით ხდება, რა სიმძაფრით ხდება, ხო? ამაზე დაკვირვებას აზრი აქვს იმისათვის, რომ ვიცოდეთ, გავაკეთოთ იმის პროგნოზი, რომ სად შეიძლება მოხდეს, როდის შეიძლება მოხდეს, რა სიმძლავრი შეიძლება მოხდეს და ხომ არ ექნება საფრთხე ჩვენ, ანუ ხომ არ გარდაიქმნება ეს ჩვენთვის კატასტროფად, ხო? და ამისთვის არსებობს სოფლიოში ყველა ქვეყანას აქვს ესე იგი სტიქიურ მოვლენებზე დაკვირვების სისტემები, ხო? ეხლა შემდეგი ეტაპი რა არის? თქვა ვაკვირდებით, რაღაც ინფორმაციას ვაგროვებთ, ხო? შემდეგ ეს ინფორმაცია უნდა გარდაიქმნას კონკრეტულ პროგნოზებში, ხო ესეა? პროგნოზები დასკვნების შესაძლებლობას უნდა გვაძლევდეს და უნდა აფრთხილებდეს შესახელისუფლებას, რომ აი ამა და ამ ადგილებში ეს არის მოსალოდნელი და გაფრთხილდით, ხო? ეხლა მე რასაც ყვები, ეს არის ის ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც უნდა არსებობდეს. ეს ლოგიკური ჯაჭვი თუ არსებობს ჩვენს ქვეყანაში, ამაზე საუბარი. ხო, ესე იგი, აი პრობლემა იმაშია, რომ სადღაც რაღაც ისე არ მუშაობს, ხო? დაკვირვება ზოგადად, ანუ გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვება საკმაოდ ფინანსურად ესე ვთქვათ, მასშტაბურია, ხო? ანუ ბევრ რესურსს მოითხოვს, ხო? და როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ინვესტირებას გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემებში, ხო? ეს საბოლოო ჯამში რაღაცაში უნდა აისახებოდეს, ხო? რაღაც კონკრეტულ ქმედებაში. ანუ მე თუ დავაკვირდი და ვაგროვე დიდხანს ინფორმაცია, მე ეს რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებში უნდა გადაისახოს, ხო? მოვიყენე, გამოდის რომ ხო, მაშინ ანუ თანხასაც ტყილა ვყრი, ტყილა ვაკვირდები, ხო? აი სამწუხაროდ ასეა საქართველოში. ხო? ესე იგი, ერთი რომ თვითონ დაკვირვების სისტემაც მორყეული გვაქვს. და ხშირად დღეს თქვათ საჯარო მოხელებს ამ სფეროში დასაქმებულებსაც რომ მკითხოთ ან თანამდებობის პირებს, ეტყვიან, ნუ აი ყოველთვის ახსენებენ საბჭოთა კავშირი, აი საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ბევრი რამ მოიშალა, სისტემები აღარ არის, ეხლა ამას ყველაფერს ჭირდება აღდგენა. ნუ ძალიან საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საკმაოდ დიდი თანხა დახარჯეს დონორებმა იმისათვის, რომ ეს სისტემა აღდგენილიყო, ხო? და რაღაც ანუ საფუძვლები მაინც ქონოდა დაკვირვების. ხო, მასე, ანუ გასაგები რომ ყველაფერს ვერ დააკვირდები, რაც გჭირდება, აქაც სხვათა შორის მნიშვნელოვანია პრიორიტეტიზაცია მოახდინა, ხო? რა გჭირდება, ყოველთვის ყველაფერს ვერ დააკვირდები. ერთ სიტყვით რა მინდა ვთქვა, რომ რაღაც ინფორმაცია გროვდება, რომელიც საკმარისი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ინფორმაციაც არ იღებს იმ ფორმას, რომელიც უნდა იყოს გასაგები გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის. ხო? და შემდგომ გადაწყვეტილების მიმღები პირებით არ დგამენ შესაბამის ნაბიჯებს იმისათვის, რომ ესე იგი ეს საფრთხეები იყოს სათანადოდ გათვალისწინებული და სათანადოდ ვიყოთ მზად ამისთვის. ეს ზოგადი ჯაჭვი რაც არის. ეხლა თქვათ გვაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტულად რაღაცა რეგიონი, კონკრეტულად რაღაცა ადგილი არის მოწყვლადი ბუნებრივი კატასტროფებისადმი, ხო? ანუ ვიცით, რომ შეიძლება მოყვეს აქ რაღაც ცუდი შედეგები ჩვენთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა, ესე იგი, როდესაც ჩვენ როგორც ხელისუფლება გადაწყვეტილებას ვიღებთ, ამა თუ იმ რეგიონში რაღაცის განვითარებაზე, რომელიც არის ბუნებრივი კატასტროფებისადმი მოწყვლადი, ეს ფაქტი უნდა იყოს გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ხო? მაგალითად, როდესაც ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებს გეგმავ, ურბანულ გეგმას ვაკეთებ, სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმას ვადგენ, ან კონკრეტულ პროექტზე გადაწყვეტილებას ვიღებ, მაგალითად, იქ რაღაც ქარხნის მშენებლობაზე, ან გზის გაყვანის პროექტს ვადგენ, ხო? ესე იგი, ეს ინფორმაცია უნდა დაედოს ამას და
ინფორმაცია იმ საფრთხეების შესახებ და გადაწყვეტილებები აი ესე უნდა იყოს მიღებული. სამწუხაროდ აქაც ძალიან დიდი გარღვევა გვაქვს. და სწორედ აი ეს ახდენს საბოლოო ჯამში ზეგავლენას უკვე ბუნებრივი კატასტროფების შედეგების სიმძლავრეზე, სიმძაფრეზე. ხო? ნუ აი გურია მაგალითად რომ ავიღოთ, ეხლა ჯერჯერობით აქ შესწავლა არ გაკეთებულა, რამდენადაც ვიცით, მაგრამ ადგილობრივ ორგანიზაციებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს ამასთან დაკავშირებით, რომ ესე იგი სტიქიის შედეგები განსაკუთრებით მძაფრი იყო იქ, სადაც ხდებოდა ქვიშახრეშის ინტენსიური მოპოვება, ხო? ანუ მდინარეების ნაპირებზე ქვიშახრეშის მოპოვება იწვევს სერიოზულ გარდაქმნებს მდინარეების ეკოსისტემებში და ისედაც ვთქვათ არამდგრადი და ცუდი პრაქტიკა ქვიშახრეშის მოპოვების სტიქიებს რო თავი დავანებოთ სერიოზულად გარდაქმნის სანაპირო ზოლებს, რაც საბოლოო ჯამში ზეგავლენას ახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზეც და გარემოზეც, ხო? ანუ სტიქიური მოვლენებისგან დამოუკიდებლად და როდესაც აი ასეთი არამდგრადი პრაქტიკით ხდება ბუნებრივი კატასტროფებისადმი მოწყვლად რეგიონებში ასეთი პრაქტიკის გამოყენება, ეს რა თქმა უნდა ამძაფრებს კატასტროფის შედეგებს, ხო? თუ თქვა სხვა შემთხვევაში შეიძლება და უბრალოდ წარეცხვა მომხდარიყო რაღაც ტერიტორიების, სხვა თქვა ეხლანდელ შემთხვევაში ადამიანები დაიღუპენ, ხო? სად ხედავთ თქვენ უფრო მეტ სისუსტეს ადგილობრივ ხელისუფლებაში და მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში თუ ცენტრალური ხელისუფლების ზოგადი პოლიტიკის არქონაში? ადგილობრივ ხელისუფლებებს სამწუხაროდ ბევრი არაფერი შეუძლიათ იმ თვალსაზრისით რომ მათ კანონმდებლობა არ აძლევს ამის, ანუ უფლებამოსილებებიც კი არა აქვთ, ესე ვთქვათ, ძალიან ცენტრალიზებულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესები. ნუ ყოველ შემთხვევაში თქვათ ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია ძალიან დიდი როლი ითამაშოს გაფრთხილების სისტემის ორგანიზებაში, მერე თქვათ ევაკუაციის ორგანიზებაში, მაგრამ სამწუხაროდ ეს ბევრი რაღაც არის ძალიან ცუდად ან თითქმის არ არის რეგულირებული და უფლებამოსილებების დიდი ნაწილი თავმოყრილია ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში. ამდენად მე მესმის, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას პირველი პრეტენზიები უჩნდება ხოლმე ადგილობრივ ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ ისინი ყველაზე ახლოს არიან მოსახლეობასთან. და ეს სწორიც არის მოსახლეობის მხრიდან. კი, რა თქმა უნდა, ის ყოველთვის თბილისში ვერ გამოიქცევა და არც იცის პრინციპში მისთვის ხელისუფალი არის ის, ვინც ახლოს არის მასთან, ხო? და ამიტომ მასთან გამოთქვამს ამ პრეტენზიებს, მაგრამ მეორე მხრივ ადგილობრივი ხელისუფლებაც კიდებულია სამწუხაროდ ცენტრალურ ხელისუფლებაზე. კი. თქვათ, ევროკავშირის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია სუბსიდიარობის პრინციპი, ხო? რომელიც ნიშნავს, რომ რაც შეიძლება გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იყოს იმ დონეზე, რომელზეც ყველაზე ეფექტური და ეფექტიანი იქნება, ხო? ანუ რაღაც იქნება კარგი რომ მიიღოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, მაგრამ რაღაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ. კი ბატონო. აი ხლა მინდა ფოთზე გადავიდეთ. ფოთს დიდი ხანია სანაპიროს პრობლემა აქვს, აქ იგულისხმება ნაპირსამაგრის სამუშაოების არასრულყოფილად ჩატარება, ნაპირის წარეცხვა, ზღვის დონის აწევა, შემოჭრა ზღვის ხმელეთზე, რა ვიცი, ქუჩების დატბორვა. ჩვენ გვესმის, რომ აი ამ პროცესების, თქვათ, ნაწილი არის ბუნებრივი და ბუნებრივი პროცესებიდან გამომდინარეობს, თუმცა ნაწილი არის ადამიანების ჩარევით გამოწვეული, ხო მართალია? აი ის რაც ნამდვილად ადამიანების დაუდევრობით არის გამოწვეული, არის ფოთის ინდუსტრიული დაბინძურება. სხვათა შორის, ჩვენი ქუჩის გამოკითხვაში მოსახლეობა ერთ-ერთ მთავარ და მწვავე პრობლემად ჰაერის დაბინძურებას ასახელებს. ნუ ცალკე საკითხია საერთოდაც თევზის სუნი, რომელიც მე ვიტყოდი ამ ქალაქს აქილევსის ქუსლად ექცა. და გარემოს დამცველების რეკომენდაცია იქნებოდა საინტერესო, რა არის გადაუდებლად და აუცილებლად გასაკეთებელი ამ მიმართულებით? ფოთი სრულიად უნიკალურია, ესე თქვა, თავისი პრობლემებით. ჩვენ ხშირად წარმოგვიდგენია, რომ აი თქვა, რუსთავი არის მეტალურგიული ქალაქი და იქ უნდა იყოს ძალიან მაღალი დაბინძურება და ქუთაისი ასევე, ხო? ანუ წარმოგვიდგენ დიდი ქალაქები, ხო? ასევე ბათუმი წარმოგვიდგენია ასეთად, ხო? მაგრამ ფოთი არის აი სრულიად განსაკუთრებული. თითქოს წარმოგვიდგენია, რომ ეს არის ტერმინალების და ანუ პორტის ქალაქი და რეალურადაც ასეა პორტის ქალაქია, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ პორტია აქვს,
აქ არის ინდუსტრიული საწარმოები, რომლებიც მართლა სერიოზულ დაბინძურებას აყენებენ ფოთის გარემოს და ფოთში მცხოვრებ მოსახლეობას. სუნი, ეს არის აი წლების პრობლემა. ესე იგი თვითონ ჩემს ორგანიზაციას კონკრეტულად არ გამოუკლევია დეტალურად ეს საკითხი, მაგრამ ფოთში არის ფანტასტიკური ორგანიზაცია და ესეთი პლატფორმა არის ფოთელების საკუთარი უფლებებისთვის, რომლებიც ესე იგი მუშაობენ ამ საკითხებზე და მათი დასკვნები ასე ვთქვათ სრულიად რელევანტურია. ასევე რამდენადაც მახსოვს 2 წლის წინ გამჭვირვალობა საქართველოს გამოიკვლია კორუფციული კავშირები აი ამ ფოთში თევზის საწარმოებში, ანუ საწარმოების ხელმძღვანელებსა და ხელისუფლებაში არსებულ პირებს შორის რაღაც კავშირები, ანუ კორუფციულ კავშირებზე აქვს საუბარი. სუნი ძირითადად გამოწვეულია ფოთში თევზის, ესე იგი, არასწორი მენეჯმენტით, რომელიც ძალიან ადვილად გამოსწორებადია, ჩემი აზრით. ნების რეგულირების შემთხვევაში. ანუ თუ თქვათ არ იქნება ეს ესე იგი ხელის დაფარება საწარმოებზე, იქნება სწორი რეგულირება, ძალიან ადვილად მოგვარებადია და რა ვიცი ძალიან იბრძვის ფოთის მოსახლეობა ამისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ეს სუნი ისევ პრობლემად რჩება. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა ეს არის ტერმინალების სიმრავლე ფოთში. ესე იგი ვიცით რომ ქვეყანას აქვს ესე იგი სატრანზიტო ფუნქცია, ეს აქვს ერთ-ერთი მათ აღებული, რომ ქვეყანას აქვს თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე, რასაც ეს გვაძლევს, არის ის, რომ სატრანზიტო ქვეყანა ვართ. ბევრს ისე წარმოუდგენია, რომ ტვირთების გადაზიდვა ხდება დაფასუებული რაღაც შეფუთულ რაღაც მდგომარეობაში, ხო? სამწუხაროდ ეს ასე არ არის. პორტებში, ამ ტერმინალებში ხდება დაუფასოებელი, ეგრეთ წოდებული ნაყარი ბინძური ტვირთის გადაზიდვა. რაც ნიშნავს რას? აი მაგალითად წამდგეთ ქვანახშირი გორებად, ხო? ავტომანქანებით ან ვაგონებით ან რაღაც სხვადასხვა საშუალებით მოდის პორტში, შემდეგ იქ ხდება გადმოტვირთვა ტერმინალებში და ტერმინალებიდან უკვე გემებზე გადატვირთვა. ეს ხშირად არის არასწორი პროცესებით წარმოებული. აქაც სხვათა შორის მართვის პრობლემებია, ხო? ანუ არსებობს საშუალებები. ნორმები არ არის დაცული, როგორც მივხვდი ტვირთის ზიდვის, ხო? სხვადასხვა კატეგორიის ტვირთი არსებობს, საშიში ტვირთი და ასე შემდეგ, რომელიც გარემოსაც აზიანებს. მაგალითად, რა ვიცი, უამრავი ტვირთია, რომელსაც გადაზიდვისას, ანუ გადატვირთვისას ტერმინალებში, ან დასაწყობებისას, ესე იგი ამ დროს ხდება მავნე ნივთიერებების გაფრქვევა და ტერმინალების გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, კორპუსებია, მთელი ქუჩებია. ამ ადამიანებისთვის ცხოვრება ხდება გაუსაძლისი. ხო? ესე იგი, აქ ხდება, რა ვიცი, რა გითხრათ, ქვანახშირი, მანგანუმი, სასუქები, სხვადასხვა ტიპის ქიმიური ნივთიერებები, ხო? ყველაფერი ამას გადაზიდვა ხდება აქ და გვერდზე ცხოვრობენ მოსახლეობა და ესე იგი, მძიმე ლითონებით დაბინძურება, ნახშირბადის ოქსიდი, აზოტის დიოქსიდი, რა ვიცი, PM2 და 5 ეს მტვერი, აი, ნუ არ ვიცი, წარმოუდგენლად მძიმე მდგომარეობაში უწევთ ადამიანებს ცხოვრება და დღემდე ეს ადამიანები, ანუ სერიოზული კამპანიებია დღეს ფოთში წარმოებული კონკრეტული ქუჩის მოსახლეობის მიერ იმისათვის, რომ ეს ასეთი პრაქტიკა შეწყდეს. ანუ ადამიანები კი არ ამბობენ, რომ არ გვინდა ტერმინალი, ამას ვერ ამბობენ ხშირად. თუმცა მათი უმეტესობა სწორედ იქ არის დასაქმებული, მაგას არ ციტყვიან და ვერ ციტყვიან. უბრალოდ ის არ უნდა კლავდეს ადამიანს. მე ვფიქრობ, რომ ფოთი არის უსამართლოდ, ასე ვთქვათ, დამიტოვებული ეს ყურადღების მიღმა, ისევე როგორც ბევრი რეგიონი, მაგრამ ჩემი აზრით ფოთს უნდა მიექცეს ახლა განსაკუთრებული ყურადღება სწორედ აი ამ ესე იგი რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო, იმიტომ რომ ფოთზე იქნება სერიოზული დატვირთვა, კი. და მინდა ვთქვა ასევე, რომ მარტო ტერმინალები არ არის. აქ არის დიდი, ესე მაგალითად მეტალურგიული საწარმოები, ხო? რატომ არის მნიშვნელოვანი ფოთი კიდევ? ესე იგი, ყველას უნდა დიდ საწარმოებს უნდათ რომ იყოს გადაზიდვის გზებთან ახლოს, რომ მათ ტრანსპორტირების ხარჯები შეამცირონ. ამიტომ ფოთში გაიზრდება ინდუსტრიული საწარმოების რაოდენობა და
ამ თვალსაზრისით სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. ჩემი დაკვირვებით არ ვიცი თქვენ ამაში რამდენად დამეთანხმებით, როგორც წესი, სანამ ესე ვთქვათ, დრამატული შედეგები არ დადგება ხოლმე, საზოგადოებაში ადგილობრივ თემებში ნაკლებად იხსნება დისკუსიები და ესე ვთქვათ, ნაკლებად პრეტენზიულები და მომთხოვნები არიან ადამიანები ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ. უნდა იყოს თუ არა თქვენი აზრით უფრო მეტად კრიტიკული, მომთხოვნი, უკომპრომისო ადგილობრივი თემები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიმართ და აი, არ ვიცი, მოსთხოვონ თუნდაც მათ აი ამ კატასტროფების რისკის მართვის გეგმა და მე ამ გეგმის თანმდები ნაბიჯების პრაქტიკაში გადადგმა და განხორციელება. ძალიან კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ მოხდა გადაწყვეტილების მიღების ცენტრის გადატანა ცენტრიდან თბილისიდან ადგილზე ნამახვანხესის საწინააღმდეგოდ მიმართული კამპანია, იმიტომ რომ კამპანია მიმდინარეობდა ადგილზე. ანუ არაფერი, ესე იგი, ყველა გადაწყვეტილების მიღები პირები ჩადიოდნენ ესე ვთქვათ პროტესტანტებთან და იქ ხდებოდა მოლაპარაკები. ჩვენ გვახსოვს როგორ ჩავიდა ეკონომიკის მინისტრი, როგორ ჩავიდა გარემოს დაცვის მინისტრი, ხო? და საბოლოო ჯამში ეს ესე იგი კამპანია მოიგეს ხო ადგილობრივმა თემებმა თბილისში ჩამოუსვლელად რეალურად, ხო? ეს ძალიან კარგი მაგალითია და კარგი გამოცდილება სხვათა შორის სხვა თემებისთვისაც, ადგილობრივი თემებისთვისაც. ანალოგიურად იყო ასეთივე კამპანია მაგალითად ხუდონჰესზე, ნენსკრაზე, ხო? ანუ არის ამის გამოცდილები აჭარაში ჰესების წინააღმდეგობა არსებობდა, ხო? ანუ ადამიანი ჩვეულებრივ ცხოვრობს, მაგრამ როდესაც ხვდება, რომ მას რაღაცა რისკი მის სასიცოცხლო გარემოს, მის ეკოსისტემას საფრთხე ექმნება, ხო? ის თვითორგანიზებას იწყებს. შემდეგ ვინ არის მისი სამიზნე, ადგილობრივი ხელისუფლება თუ ცენტრალური ხელისუფლება, ეს უკვე კონკრეტული სიტუაცია განსაზღვრავს. ისე აი დაუბრუნდები ამ ადგილობრივი ხელისუფლების საკითხებს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის კოდექსი გვაქვს, რაღაცა უფლებები არსებობს ექსკლუზიური და ასე შემდეგ, მოკლედ კანონმდებლობაში ხა არ გადავიჭრები, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან ცენტრალიზებულია გადაწყვეტილების მიღების პროცესები და ყოველთვის ვთქვათ კონტრარგუმენტი იყო იმის, რომ ვთქვათ ადგილობრივ თვითმმართველობებში არ არის შესაძლებლობები, არ არის ცოდნა, ისინი კორუფციისადმი მოწყვლადი არიან და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ანალოგიური შეგვიძლია სხვათა შორის ვთქვათ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებზე, ხო? და ეს ამის გამო მათ უფლებები და ვალდებულებები არ ჩამოურთმევია მათთვის არავის, ხო? კონტროლი არ იქნება ყველა საქმე დრეკილება კორუფციისკენ. და წამალი ამ შემთხვევაში ეს არის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ხო? და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გახსნილობა. დეცენტრალიზაცია, რომელსაც აი მართვის ბერკეტებს ვერ ელევა ცენტრალური ხელისუფლება, სხვათა შორის რამდენი ხელისუფლებაც გამოვიცვალეთ, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მივაღწიეთ ამას სამწუხაროდ. ბოლო კითხვა, კეთი, რამდენად მაღალია დღეს საზოგადოების მგრძნობელობა გარემოს დაცვის საკითხების მიმართ? აი ზოგი ისე ვამბობ, ზოგი იტყვის, რომ დაბალია, მაგრამ არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას იმის გამო, რომ თუ ადამიანები ხედავენ რისკს, ისინი იწყებენ მოქმედებას. თუ ვერ ხედავენ ამ რისკს, მაშინ არიან წყნარად. რისკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ესეც სახელმწიფო ორგანოების ვალდებულებაა სხვათა შორის. ანუ ხშირად სხვათა შორის ამ ფუნქციას, ანუ რისკების შეტყობინების ფუნქციას სამოქალაქო სექტორი იღებს. სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლება ამაზე არ აკეთებს, ხო? და თქვათ, იგივე ეხმარება სამოქალაქო სექტორი ადამიანებს, მოქალაქეებს ამ რისკების გაგებაში, რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამ რისკებს და როგორ უნდა იმოქმედონ მოქალაქეებმა. დიდი მადლობა კეთი ასეთი საინტერესო საუბრისთვის, სწორი აქცენტებისთვის, დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ. თქვენც ასევე. ამ დროისთვის აგროსიახლეები დასრულებულია. ჩვენი გადაცემის ნახვა შეგიძლიათ როგორც აგროგარემო TV-ს და მაუწყებელთა ალიანსის წევრი რეგიონული მაუწყებლების ეთერით, აგრეთვე ვებგვერდზე agrogaramoji. მე ერთი კვირით გამშვიდობებით.
ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.